მოკლედ ხალხო, შემოვიდა კინო, თეატრი, მოდა. ესე იგი, ხო ყველაფერი გადააგვარეს, ყველაფერი ხო გადააჯიშეს, თავიანთ ჭკაზე ხო აღმოაჩენეს, ყველგან ხო ბარები გაიხსნა. ახლა ესენი სტრიპტიზ ბარები გახსნეს. მოკლედ რა არ ხდება ჩვენ საქართველოში, ჩვენ ღვთისმშობლის ქვეყანაში. თუმცა სატირელია, არასაცინელი, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენებურად მივჭენაობთ, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, არავის ჭკუაზე არ თამაშობენ, თავიანთი ჭკვით სარგებლობენ, ქვეყანას ბოლოს რას მოუწევენ. ნუ საკითხავია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ყალიბდება, ყველაფერი გეგმა მიდის თავისი სტრატეგიის გამომუშავებით, მაგრამ შედეგი პლუს მინუსი, ნუ არ ვიცი, ასე ვიტყვი, 50-50-ზე, ჩვენ მაინც რა შედეგამდე მივაц, ეს საკითხავია, თუმცა ქვეყანა უკვე გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ირანში ომი, უკრაინაში ომი, საქართველოა მშვიდობიანი. ფხიზლად ვართ ქვეყანა? ქართველებო, ფხიზლად ვართ? ესე იგი, ჩვენც რაღაცა გმართებს, რომ ისეთები გავხდეთ, როგორც საამაყო შვილები, როგორც ნამდვილი ქართველები, ნამდვილი ტალანტები, ნამდვილი ლეგენდები, მანდილოსნებად, მამაკაცებად და ჩვენი ცხოვრება იქნება ყოველთვის ლამაზი და პერსპექტიული და ჩვენი ქართველობა ყოველთვის იქნება პირველ საფეხურზე. ამიტომ ვისია დამოკიდებული ჩვენს მოსახლეობაზე, არაერთ ადამიანზე. ყველამ თავისი განზომილება, ყველამ თავისი გონებრივი აზროვნება, თავისი ხარისხი უნდა აჩვენოს უფალს და მერე ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს. ესე იგი, ყველგან გადატრიალება, გარდაქმნის პროჟექტორი ხო შემოიღეს, არ გარდაიქმნა უკვე ჩვენი ქვეყანაც. ვერ გაიგებ, ვისთან არის, ვინ სად მიდის, ვინ რაც აჭამს, ვინ რაც ასვამს, ყველა ერთნაირად უბერავს. ამიტომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ მაინც შეგვიძლია იმ საზოგადოებამ, იმ ნორმალურმა და ჭკვიანმა ხალხმა შევცვალოთ საქართველო უკეთესი მომავლისკენ, წინ საქართველო, წინ გამარჯვება, წინ ჩვენი ქვეყანა. ერთად ერთიანობა, ერთიანი ძალით გამარჯვება ჩვენ სამშობლოს. პლუსები